სასამართლოს კლანები მართავენ, მოსყიდული მოსამართლეები ფულის სანაცვლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ინტერესებს ატარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს მძიმე დანაშაულში დებს ბრალს და მალე კონკრეტული ფაქტების დასახელებასაც აპირებს. მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში რამდენიმე კლანი და დაჯგუფება მოქმედებს, რომლებიც სულ უფრო ძლიერდებიან და უკვე ურთიერთგარიგებასაც ცდილობენ, რათა თავიანთი ინტერესები კიდევ უფრო ეფექტიანად გაატარონ, თანაც არა მარტო სასამართლოში, არამედ უკვე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც. კორუმპირებული სისტემის სათავეში კი ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, მის მოადგილეს მიხეილ ჩინჩალაძეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვალერი ცერცვაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავას ასახელებს. თანამედროვე დოქსოპულები არიან სწორედ ეს ჩინჩალაძეები, ცერცვაძეები და ბევრი სხვა. მე მინდა დღეს გამოვაშკარავო ის ადამიანი, რომელიც სასამართლოს შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. მოგეხსენებათ, მეორე ინსტანციაში ეს იყო ბატონი ვალერი ცერცვაძე, რომელმაც პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ საქმეზე. სასამართლო სისტემაში კი მისი დასაყრდენები იყვნენ სწორედაც მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე. ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან და ვალერი ცერცვაძესაც სწორედ ამ ადამიანებთან ერთად კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ მას. ამბობს, რომ აქვს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. შეორდნაზდროინდელი კორუმპირებული კადრები მრავალ ინსტიტუტში დააბრუნა. იქნება სასამართლო და გვახსოვს, როგორი აღებმიცემობა იყო სასამართლოში გაჩაღებული შეორდნაძის დროს. ახლა კვლავ სასამართლო დავის თემას განვაგრძობთ, რომელიც სადისტრიბუციო ბაზრისთვის ბრძოლას ეხება. თუმცა ამ ისტორიაში ჩვენთვის ამ ბრძოლის დეტალები ნაკლებად საინტერესოა, უფრო საინტერესო ისაა, ნამდვილად ლობირებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე ერთ-ერთ კომპანიას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას. კომპანია აიტექნიკის უკან, რომელიც საქმეში მოდავე მხარეს წარმოადგენს, სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე დგას. მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძე დღეს აიტექნიკის მთავარი მენეჯერია, ხოლო ცერცვაძის მამა თეიმურას ცერცვაძე კომპანიის ერთ-ერთი მეწილე იყო წარსულში. კერძო კომპანიასთან მისი მეუღლის და მამის კავშირების შედეგად ჩნდება შეკითხვა. დგას თუ არა ვალერი ცერცვაძე აიტექნიკის უკან და ხომ არ მოახდინა ზეგავლენა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. აიტექნიკის ერთ-ერთ საახალწლო რგოლში სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა და მისი პირადი მძღოლია გადაღებული.